ადამიანები გამუდმებით წერენ და მეუბნებიან, ზებუნებრივი ნიჭები მაქვს და ეს ეშმაკისგან ხომ არ არის. იწერებიან, სიზმარხილვაში ვნახე თურქეთის მიწისძვრა და მოხდა. ვნახე მეზობლის ავარია და მოხდა. ვნახე მომავლის რაღაც კვანძი და მოხდა. იმ ადამიანის აზრები წავიკითხე, იმ ადამიანის ემოცია ვიგრძენი. ეს ყველაფერი ბნელიდან მოდის. კითხვა სვამს ადამიანი. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ. თქვენი ნებისმიერი ნიჭი, რომელიც გაქვთ, ბნელისგან არ არის, ღმერთისგან არის. ბნელი ნიჭებს არ აძლევს, ბნელი ნიჭებს ართმევს. დაიმახსოვრეთ ეს. შენი სულის ძალაა, რომელიც საუკუნეები აგროვე და გამოიმუშავე. ამიტომ ნუ გეშინია, შენი ნიჭია ეს. დაიმახსოვრეთ. როგორ განარჩიოთ? ნიჭი ღმერთისგან არის თუ ბნელისგან? მარტივია. შენ თუ შავ რიტუალებს არ აკეთებ, არანაირს. შავი მაგი თუ არ ხარ და ნიჭი გააქვს, გარანტირებულად ღმერთისგან არის. ნახე, შავმა მაგმა შესაძლოა რაღაც მომავლის კვანძი ნახოს ასტრალიდან და ამას შავი მაგიც კი არ ნახულობს. ის დემონი ნახულობს, რომელთანაც თანამშრომლობს, იმ ძალებთან, ვისთანაც თანამშრომლობს. შავ მაგს თავად ამის უნარი არ აქვს. ის კონტრაქტებს დებს და ამით ნახულობს. და ამ კონტრაქტის საფასური არის თქვენი სიცოცხლე, რომ მიდიხართ მასთან. ამიტომ მარტივია პასუხი. თუ შავი მაგი არ ხარ, თუ შავ რიტუალებს არ აკეთებ და ნიჭები გააქვს, გარანტირებულად შენია ღმერთისგან. ეხლა როგორ ხდება ამ ყველა ნიჭის აღქმა? მაგალითად, როგორ ხდება, როდესაც მომავალს ხედავ სიზმარხილვაში, როცა ხილვით ხედავ მომავალს. როგორ ხდება ეს? რაღაც მოვლენა რომ ხდება, წარმოიდგინეთ ეპიცენტრი და რაღაც აფეთქდა. მაგალითად, მოხდა მიწისძვრა დიდი. ეს მიწისძვრა იწვევს დიდ ემოციურ აფეთქებას და ეს ენერგეტიკული აფეთქება, სტრესები, ადამიანების გარდაცვლა, სხვადასხვა მომენტები, რაც ეს მდგომარეობა იწვევს. ეს ენერგია მიემართება როგორც მომავალში, ისე წარსულში. ნახეთ, წარმოიდგინეთ, რაღაც ბომბი რომ ააფეთქოთ და მისი ტალღა რომ წავიდეს მარცხნივ და მარჯვნივ. მარცხნივ რომ იყოს წარსული, მარჯვნივ რომ იყოს მომავალი. ორივე მხარეს ყველა მიმართულებით ვრცელდება ეს ენერგია, ინფორმაცია, მოდი ესე ვთქვათ. და შენ რომ ამ მოვლენას, მიწისძვრას თუნდაც წინასწარ ხედავ, ის მომავალში რომ მოხდა, მომავლის ამ ენერგეტიკულმა აფეთქებამ, რადგან დიდი მოვლენა მოხდა, სტრესები, გარდაცვლები, ეს ყველაფერი, ეს აფეთქება წამოვიდა წარსულში. შენთვის აწმყოა ეხლა, მაგრამ მომავლიდან წამოვიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალით მოსილი ხარ და ნიჭი გაქვს, შენმა წამკითხველმა, სენსორებმა დაიჭირეს ეს ინფორმაცია და წაიკითხეს. ამიტომაც ნახულობ მომავლის მომენტებს სიზმარხილოში, რადგან მომავალში რაც მოხდა, ის უკან წარსულში ვრცელდება ინფორმაციის სახით. და ამიტომაც ხედავ მიწისძვრებს, დიდ მოვლენებს, რადგან ამ დიდ მოვლენებს იჭერ. ესე ვთქვათ, შენს ძალას ეჭხირება თვალებში. შენ შეგიძლია სხვა მომავლის კვანძებიც ნახო, მაგრამ ეს იმდენად დიდი აფეთქება ხდება, რომ შენ ამას იჭერ და მოსულან ადამიანები და უთქვამ, თურქეთის მიწისძვრა ვნახე წინასწარ და ერთმა კი არ ნახა მარტო. ერთმა ნახა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე მომწერა ამ ყველა ადამიანებმა. რადგან ამ ენერგიის და ამ ინფორმაციის წაკითხვა შეეძლო ყველას, უბრალოდ ყველა ვერ კითხულობს ამ მომავლიდან აწმყოში წამოსულ ინფორმაციას, ყველა ვერ შვება ამას. ამიტომაც ხედავ მომავალს. და ნახე, ესეთი კოლოსალური ინფორმაცია რომ წაიკითხო, ამას ჭირდება ღვთიური ძალა, ენერგია და ბნელი ფიზიკურად ამ ძალას შენ მოგცემს კი არა, წაგართმევს. ბნელები უბრალოდ ამ ყველაფერს ხედავენ და შემდეგ შავ მაგებს ეუბნებიან და ეს შავი მაგები გამოდიან და ხატები აქვთ უკან და ტაროს შლიან და ვითომ წინასწარ მეტყველებენ. ასტრალიდან მომავალი რომ დაინახოს დემონმა, ამას არ ჭირდება არანაირი ნიჭი. იქ ჩანს და ეს ეუბნება ამას, ეჩურჩულება რომ ეს მოხდება, ეხლა ხალხს მოუყევი ესა და ეს და მიიზიდე ხალხის ყურადღება და რაც შეიძლება მეტი ჩავითრიოთ კითხაობებში და ტაროს გაშლებში და კონტრაქტები დავუდოთ. და თქვენ ის ადამიანი ნიჭიერი გგონია. ტაროს შლის, შავ მაგიაშია, ამბებშია და ხატები უდევს უკან და შენ გგონია რომ ის ღმერთთან არის და ღმერთის კაცია. ღმერთის კაცი არ შლის ტაროს, დაიმახსოვრე. არ აკეთებს არანაირ რიტუალებს. დაიმახსოვრე. არ იღებს ამაში არც ფულს და არც ამას აკეთებს და უბრალოებაშია. და მომავალსაც არ წინასწარ მეტყველებს, რადგან ეს არ არის სათამაშო ინსტრუმენტი, რომ შენ გაერთო რაღაცეებით. მომავლის ხილვას კონკრეტული ადამიანი იმიტომ ხედავს, რომ მისთვის არის კონკრეტული შეტყობინება, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს, კონკრეტული მისიისთვის და არა საჯარო. დაიმახსოვრეთ ეს. რატომ არ გიყვებით რაღაცეებს? იმიტომ რომ ეს არ არის ღვთიური. ხალხო, არ არის სათამაშო პინგ-პონგის ბურთი მომავლის თქვენზე მოყოლა. ღვთიური ამბები არ არის სათამაშო და გასართობ
უსაფრთხოები TikTok-ის და კლიენტების მოსაზიდი ინსტრუმენტი. დაიმახსოვრეთ ეს. ვერ ხვდებით ხო მაგდენს? თქვენ გონია ღმერთი ელაპარაკება იმისთვის, რომ თქვენ გაგართოთ კლიენტურა მოიზიდოს. ხო მიხვდით ეხლა. თქვენ ფიქრობთ, რომ მომავლის დანახვა რაღაც ისეთი არის, მაგრამ ადამიანები ამას ხედავენ მომავალს. ნუ გონიათ ეს რაღაც საოცრება, რაც უფალმა დაუშვა იმ მომავალს. დანახეთ, ადამიანები მოდიან და მეუბნებიან, გიორგი ეს რა მჭირს, რამე მეშველება? აი შავი მაგი რომ გისმენდეს, აი მაგარ მათრახს გადაგიჭერდა, ისე შეშურდებოდა შენი. გეშველება კი არა, ნაშველი გაქვს, უბრალოდ ამ ნიჭს უნდა მიხედო და განავითარო, სული უნდა განავითარო. ერთი მწერს კიდევ. ყველა ერთნაირად წერს, რადგან ყველა ამ ამბავშია რატომღაც. გიორგი, თქვენს ლოცვებს ვკითხულობ, შესანიშნავი შედეგები მივიღეო, მაგრამ პრობლემები დამეწყო და მიკვირს მაგ დროს მეთქი რა პრობლემა დაეწყო, ყველას ეხმარება ის ლოცვა. გთხოვ, იქნებ რამე მეშველოსო და ვეკითხები რა გჭირს მეთქი და სიზმარხილოში ვნახე ეს და მეს იზრა მოხდა. საათი და ის და მეს იზრა ჩავიწერე ზუსტად იმ საათს და იმ მომენტში მოხდა ის მოვლენა. ამას ხედავს და იმდენად შეაშინეს, მე მგონი მოძღვრებმა შეაშინეს. არ ვიცი ვინ დააშინა ესე ადამიანი რომ ღვთიურნიჭებს ყურადღება მიაქციოს და ალბათ იმიტომ რომ ადამიანმა თავი არარაობად ჩათვალოს. ალბათ ამიტომ მიგვიყვანეს ამ აზრამდე რომ ეს ღვთიური ნიჭები შენ არ გაქვს და ადამიანი გარანტირებულად ხედავს არჩევ მაგიაში არაფერი არ არის სუფთაა და მაგიტომ ხედავს. ხო და იქნებ რამე მეშველოსო. მასეთი ადამიანის სული თავში ირტყამს ხელს. კიდე კაი გიორგი შენ რო ყავ ხარ ამ ხალხს თორე რამე შველებოდა ვერაფერს ვერ გავაგებინებდი ამასო. შენი ნიჭია რამე გეშველებოდა კი არა ნაშველი გაქვს და ეს ნიჭი გამოგადგება ბოროჟამის დროს როგორც ჰაერი. წინასწარ ნახავ სად რამე თუ უნდა მოხდეს, დაგემართოს და ასე შემდეგ. საჩუქარია უფლის, მადლობა თქვი, ამის მართვა ისწავლე და ასე შემდეგ. შენ ჭეშმარიტ ბუნებაზე იძახი ღმერთო, იქნებ რამე მეშველოსო. ბიჭაი, როგორ მივედით აქამდე რომ არავინ არაფერი არ აგვიხსნა, ჩვენი ნიჭი რა არის? იქნებ რამე მეშველოსო. შენი სულის ღვთიურ ჭეშმარიტ ბუნებაზე იძახი რომ იქნებ რამე მეშველოსო გეშინია. ვინ ჩანერგა საინტერესოა ეს შიში ადამიანში? მე ვფიქრობ მოძღვრებმა, იმიტომ რომ დაკვირვებული ვარ, მაგალითად თუ მოხვდები სადღაც სივრცეში, სადაც მხოლოდ ბიბლიას კითხულობენ, თუ ვახსენე საერთოდ ენერგეტიკა სიტყვა რომ ვახსენო, ან აურა რომ ვახსენო, შავი მაგი ვგონი ვარ და ჯამჭურჭელით მომზდევენ ხოლმე. რატომღაც იმდენად დიდი უმეცრებაა სულიერებაში, რომ ბიბლიის მიღმა უბრალოდ აურას თუ ახსენებ, კაცმა ყველა შავი მაგი ვამხილე, ყველა ბნელი ვამხილე და წინ უნდა ვამხილო კიდე ძალიან ბევრი. ამიტომ ჭკუით იყავით. მე თუ არ ვამხელ, სხვა ამხელს, თქვენი მხელის დრო დადგა. შეეშვით ამ სიბნელეს. თქვენი მხელის დრო დადგა. გამთლიანება რომ არ იყოს სხვა მოვა ვერ ხვდებით მაგდეს, მაგრამ ნუ კარგი. დანახეთ, მოძღვრების ბრალია რეალურად. არავინ არ გასწავლის საერთოდ ვინ ხარ. შენ ხარ მონა მორჩილი თან. ის კი არა რომ მოყვასი უფლის შვილი, მონა მორჩილი. მორჩილი კაია, მორჩილზე დავდებ ნაშოვს, მაგრამ მონა მომიტევე, არა. უფალს არ ყავს მონები. მონები შეიძლება შენ ყავდეს, მაგრამ უფალს მონა არ ყავს. მონა ყავს ბნელს. მონური სისტემა იქ არის. და თავისუფალი, ანუ შენი თავისუფალი, ზემოთ თავისუფლება. გაიგე? მე აგიხსნა ეს? აგიხსნა. დანახეთ, მასეთ ადამიანებს არ ესმით და არც თქვენ გაგებინებენ და ადამიანს გონია სატანისგან თავისი ღვთიური ნიჭი და ბნელი ნიჭს კი არ გაძლევს, გართმევს. დაიმახსოვრე ეს. ის არ იძლევა, გართმევს. და ამ გაუცნობიერებლობის გამო ადამიანი ისტრესება და ვერ აცნობიერებს ელემენტარულ ჭეშმარიტებას. და ხშირ შემთხვევაში ამ ნიჭს რომ ებრძვის შიგნით იწყება ქაოსი. იმიტომ რომ შენს ნიჭს კუმშავ შიგნით. ებრძვის შენივე ნიჭს. გეშინია მისი მტრადაღი ქვამ, შენს ძალას ეუბნები ეს ჩვენი ნიჭი მტერია. იქნებ რამე მეშველოს. და შენი ძალა შენივე მეორე ღვთიურ ძალას ურტყამს. ანუ ომი გაქვს შიგნით და კაცი შვილი არაფერს არ გიხსნის და გეშინია. კარგად ხარ. ნუ გეშინია, შენი ნიჭია, შენი ღვთისგან მოცემული. თუ შავი მაგი არ ხარ და რიტუალებს თუ არ აკეთებ. ამ შემთხვევაში ბნელიც არის. და წინასწარ რომ ნახულობ რაღაცებს, მიწისძვრებს, ამ ყველაფერს ბოლო ჟამის დროს ეს ნიჭი გამოგადგება შენთვის, შენი ოჯახის წევრებისთვის, გარემოცვისთვის. დრო როცა დადგება უფალი გეტყვის ყველაფერს. ყველაფერს მოგიყვება უფალი, როცა მაგის დრო დადგება, მაგრამ შენ თუ ამ შიშებში იქნები, გაუცნობი
გაცნობიერებლობაში, უმეცრებაში და ამ ყველაფერში შენ მზად არ იქნები და უფალიც ვერ დაგელაპარაკება. შენში თუ შიში იქნება, შენ უფალი ვერ დაგელაპარაკება ამ მდგომარეობის გამო. შენში უნდა იყოს მშვიდი. დაიმახსოვრე ეს. ეხლა ემპათია რა ნიჭია? ეხლა ცოტა ნიჭებს ჩამოვუყვები. ემპათია არის ნიჭი, რომლის მიხედვითაც შენ იჭერ ადამიანის მიერ გარეთ გამოსროლილ ემოციურ ინფორმაციას. ეხლა ეს რას ნიშნავს? შენ რომ რაღაც განიცადე ფიქრები და ემოციები, ეს ფიქრები და ემოცია გამოიტყორცნა გარეთ და შენ ამ ემოციას და ფიქრს როგორც შენ მიმღებით იჭერ ამ ინფორმაციას და კითხულობ. მაგალითად, შენს გვერდით ვიღაც ადამიანი დგას და გვემაშია და შენ უცებ ჩავარდი გვემაში და გონია შენ ხარ ამ მდგომარეობაში, არა და გვერდით მოგიჯდა ადამიანი, რომელიც კონკრეტულ ფიქრებში და გვემაში იყო და შენმა წამკითხველმა წაიკითხა მისი გამოსროლილი ეს მდგომარეობა. პირდაპირ თითქოს შენ განიცადე ის, რასაც ის განიცდის. ეს არის ემპათია. ემპათია დაგჭირდებათ ბოლო ჟამის დროს იმისთვის, რომ თქვენ წინ ვინ დგას, რას გეუბნება, რომელსაც შენი დაზიანება უნდა ჩაფიქრებული რა აქვს, ყველაფერს იგრძნობ, რასაც გადაწყვეტს. შენ წინ დადგება ადამიანი და რაღაც განზრახვა იქნება ბოროტი და შენ ამას დაინახავ, იგრძნობ ერთ-ერთში, აზრების სახით. ოღონდ მის აზრებს კი არ კითხულობ და მის ტვინში კი არ შედიხარ. მან რომ ეს გაიფიქრა და გამოუშვა გარეთ ეს ფიქრები წაიკითხე გარეთ რაც გამოუშვა. და ეს დაგეხმარება რომ თავიდან აირიდო ეს ყველაფერი, ემპათია. ასევე ემპათია დაგეხმარება იმაში რომ ადამიანებს გაუგო ბოლო ჟამის დროს და ასევე ძლიერ ემპათებს ეკნებათ ნიჭი რომ ადამიანების დიდ რაოდენობას გადასცეს ემოციური მდგომარეობა. მაგალითად, მშვიდი რომ გადასცეს. ხო, ვისაც ემპათიის ნიჭები გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მიიღოთ კი არა ეს ემოცია, არამედ თქვენი დაპროგრამებული ღვთიური ემოცია გადაცეთ. მაგალითად, აღელვებული თუ არიან მშვიდი გადაცე ყველას რაოდენობაში. მაგრამ შენ თუ რაღაც ბნელით თამაში გადაწყვეტ, ამ ნიჭს აგართვევს უფალი. ამიტომ მაგას არც ერთი გაცნობიერებული მაღალი სული არ გააკეთებს საკუთარი მიზნებისთვის ღვთიური ნიჭი რომ გამოიყენოს. და უამრავ ადამიანს გადაარჩენ, ეს ნიჭები არ არის თქვენთვის. არც ჩემი ნიჭი არ არის ჩემთვის, ამიტომ გიზიარებთ ყველა ჩემ ცოდნას. ეს ნიჭები არის ჩვენთვის, ყველასთვის. შენი ემპათიის ნიჭი ჩემთვის არის, ჩემი ნიჭი შენთვის არის, ერთმანეთისთვის არის. ამ ფუნდამენტს თუ ვერ გააცნობიერებ, შენი ნიჭი შენთან არ გაიღვიძებს, იმიტომ რომ შენ ვის რაში აინტერესებს ცალკეულად. შენ თუ ვერაცნობიერებ რომ შენ მარტო არ ხარ აქ და ეგოში თუ ხარ, ესე იგი შენი ნიჭი ვერ იმუშავებს. ამიტომ უნდა გააცნობიერო რომ ეს ნიჭი არის ყველასთვის, როგორც ჩემი ნიჭია თქვენთვის ყველასთვის. ეხლა ალბათ იტყვით როგორ მართო ეს ნიჭი გამთლიანებაში, რასაც გასწავლით, ყველა წახნაგი უნდა გაასწოროთ თქვენში. განსაკუთრებით ფიქრების კონტროლი, რომ კონტროლი როგორც კი გექნება ფიქრებში, ყველანაირი ძალის კონტროლი მოვა შენში. ეხლა შორმანძილზე ადამიანის აზრების წაკითხვა. როცა ის ადამიანი შენზე გაიფიქრებს და შენს გაგეფიქრება იმ ადამიანზე. ბოლო ჟამის დროს კომუნიკაცია არ იქნება და ხშირად მიფიქრია როგორ უნდა დავუკავშირდე ჩემთვის ძვირფას ადამიანს. და ეხლა უკვე ხვდები რა ხდება. ადამიანი ჩემზე რომ გაიფიქრებს, თუ ახლო კავშირი მაქვს და თუ ჩემი ინტერესია რა თქმა უნდა. ყისიერად გძნობ რომ მან ჩემზე გაიფიქრა და მივწერ ხოლმე. და ხშირად მეუბნებიან რომ ვაიმე, შენზე ვფიქრობდი, რა იცოდი რომ რა ვიცოდი და შენ რომ ჩემზე გაიფიქრე, მე შენთან ახლო კავშირი რომ აქვს, მე ვიგრძენი რომ შენ ჩემზე გაიფიქრე. ხო და ეს მარტო ჩემთან არ ხდება რა თქმა უნდა. ხალხი მწერს, ჩემს ნაცნობს რომ მივწერო, მეუბნებაო შენზე ვფიქრობდიო, მოკლედ ყველგან ერთი და იგივე ხდება ამ ნაწილში. ეს არის ცალკე ნიჭი, კომუნიკაციის ნიჭი, რომლის მიხედვითაც ბოლო ჟამის დროს შენ თუ გაგახსენდება ადამიანი, ცოტა ისეთი შეგრძნებაა მაგ დროს, აი როგორ გახსენდება, იცი, ისე გახსენდება თითქოს დაგიძახას რაღაციდან. მაგ დროს უკვე ისე გაძლიერდება ეს ყველა ნიჭი, რომ უკვე აზრების გადაცემა დაიწყება. ეხა ერთი მწერს ისეთი შეგრძნება მქონდაო, რომ ჩემი ნაცნობი მელაპარაკებოდაო, მისი ხმა გავიგეო. იმ ნაცნობმა რეალურად ამ ადამიანზე რაღაც თქვა და ამან დაიჭირა აზრი უკვე, ტექსტი დაიჭირა ამან. ის კი არა რომ მასზე გაიფიქრეს, არამედ ტექსტი დაიჭირა და ხმა. რა თქმა უნდა, ამის უნარი გვაქვს. და ყველა ეს ნიჭები არის ღვთის, რომ გადარჩე, გააცნობიერე, ბნელი ამას შენ არ მოგცემს, რადგან მას იქეთ მიაქვს. ვა, ესე იგი ბნელსაც აქვს ნიჭები არა. ბნელი შენ რომ მიდიხარ შავმაგთან და რიტუალებს აკეთებს, შენ ნიჭს იპარავს და მერე იყენებს თავისას იკეთოთ. აბა ბიჭოს, ფულს იღებს კი და მეც არაფერს, ხო? გააცნობიერეთ ესეც. ამიტომ ყველა ეს ღვთიური ნიჭი არის უფლისგან, იმისთვის რომ გადარჩე და სხვები გადაარჩინო. უამრავი მწერს ესე, ერთი მწერს კიდე. ადამიანები, რომლებიც ჩემზე ან დარეკვას აპირებენ, ან ჩემზე საუბრობენ, ან ჩემზე ფიქრობენ, მათზე გამიფიქრება და დამირეკავენო. მიხვდი, თუ ადამიანთან ღრმა კავშირი გაქვს, ეს ინფორმაციები უკვე ბუნებრივად იცვლება. მე ახლა ისეთ მდგომარეობამდე მივედი, რომ ყველა ვინც მირეკავს, მივხვდი, რომ ყურბილი არ უნდა ავიღო. იმიტომ რომ ათობით ახლობელი
მაუწყებელმა, რომელიც გიცნობს და კავშირშია შენთან ემოციურ და ასე შემდეგ, შესაძლოა შენზე იფიქროს და ყველა ზარს ხომ არ მიიღებ. თუ ინვეს უნდა მოგწერს Facebook-ზე, ან ისე. მაგრამ ბოლო ჟამის დროს ყველას მოусმენ. მოიკითხავ როგორ ახარ, მას გაახსენდები შენ და მანაც უნდა იცოდეს რომ შენზე ფიქრობს და მე მაგის დროს დადგება რომ გასწავლით როგორ ელაპარაკოთ ერთმანეთს. ჯერ მაგის დრო არ არის მოსული. როგორ ხდება ახლა ეს მექანიკა რომ ვიღაც შენზე ფიქრობს და შენ ამას გძნობ. იმ ადამიანმა შენზე რომ გაიფიქრა, მან წარმოიდგინა შენი ვიზუალი. შენი ვიზუალის წარმოდგენა იგივეა როგორც ტელეფონზე აკრიფო ტელეფონის ნომერი. იმ ახლობელს შენთან უკვე კავშირი აქვს, შენი ტელეფონის ნომერი აქვს და გირეკავს ადვილად. შენი აურა გახსნილია იმ ადამიანის მიმართ. ვიღაც შავი მაგი ვერ დამირეკავს მე. თუ კავშირი არ აქვს. ჯობია არ დამირეკოს, იმიტომ რომ უკან ისე ატომურ ბომბს გაუგზავნი. ინატრებს იმ დღეს რომ ნეტა არ დამერეკაო. ხო და გააცნობიერეთ მეგობრებო რომ ჩვენ ყველანი ვართ როგორ იცით? როგორც სახლში ხომ გაქვთ ელექტროენერგია ერთ ქსელში ჩართული. ჩამრთველი რომ გამორთო, ყველა ოთახში ხომ ყისიერად გაითიშება შუქი. ჩვენ ესე ვართ ყველანი ერთმანეთთან დაკავშირებული კონკრეტული კვანტით, კვანტური ხიდით. კავშირში ვართ ჩვენ ერთმანეთთან, როგორც ერთ ქსელში ჩართული ენერგია, შუქი. და მე თუ შენ დაგირეკაო, წამიც არ ჭირდება ამას. როგორც ჩამრთველის გამორთვის შემთხვევაში ან ჩართვის შემთხვევაში წამი არ ჭირდება რომ ჩაირთოს და გამოირთოს, ხო? თუნდაც 1 კილომეტრზე იყოს ჩამრთველი შუქი. 1 კილომეტრზე პირდაპირ ანათებს იქ შუქი, რადგან ერთი ქსელია. ერთ ქსელში ვართ ყველანი. უბრალოდ მისამართები არ ვიცით ერთმანეთის. შავი მაგი რატომ იღებს თქვენგან წდომებს, ნებართვებს, ამ ყველაფერს? ჩვენ ყველანი ვართ ერთ ქსელში ჩართული, მაგრამ ტელეფონის ნომრები არ აქვთ. რატომ უნდა შენი დნმ ფოტო რომ გაუგზავნო, შენი ხელით, თორე ფოტოს აიღეს Facebook-დან. შენი ხელით რომ მოგზავნი, კავშირს აძლევ. შენთან წდომას აძლევ. დნმ რატომ უნდა წდომას აძლევ? და ასე შემდეგ. ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული უბრალოდ. ერთმანეთს ვერ პოულობთ კოსმოსის ამდენ ვარსკვლავურ მდგომარეობაში. ნახეთ, ამდენი მილიარდი ადამიანია. 8 თუ მეტი, ხო? 8 მილიარდში ხა როგორ უნდა მიპოვოს ვიღაც ჩამომაგვა მე. მისამართი არა აქვს. და მისამართი რომ მქონდეს, ჩემი ფოტოც რომ მქონდეს და სხვადასხვა მაინც ვერ მიპოვის, იმიტომ რომ მაგ ხა სხვა რაღაცეები ხდება, დაცვები ხდება იქ. არ ჩანვარ ველზე სტატუსიდან გამომდინარე, მაგრამ ზოგადად მაინც თუ პირდაპირ დნმ აიღო, უკვე მისამართი ექნება, მაგრამ მაგაც შეიძლება დაბლოკები გააკეთო. მისამართების შეცვლა ძელი თემაა ახლა ეს. არ შევალ მაგ. ამიტომ ყველანი ერთ ქსელში ვარ ჩართული და შენ რომ ჩემზე გაიფიქრე, როგორც ჩემმა მეგობარმა და ახლოს ვარ შენთან, მყისიერად წამიც არ დაჭირდა რომ მე ეს ინფორმაცია მომივიდა. შენ ეს სხივი გამოასხივე, ჩემი სახე რომ წარმოიდგინე, ჩემზე რომ გაიფიქრე. პუმ დამირეკე ტელეფონზე და მოვიდა ეს შეტყობინება და წავიკითხე. ამიტომ ესეც ღვთიური ნიჭია და ნუ გეშინია შენი ნიჭია. ძალიან ბევრი ნიჭები იღვიძებს, ასევე იღვიძებს ნიჭი, რომლის მიხედვითაც ამ ყველაფერს დაგიდებთ ნაშრომებს, ისტორიებს, დასაბუთებულად, ნამდვილ ისტორიებს, ერთი ადამიანის შემთხვევას, მეორეს, მესამეს, მეოთხეს, ყველას ერთი და იგივე ამბავი აქვს. ერთნაირი ნიჭები, ერთნაირად ვლინდება ერთნაირი მექანიკით. გააცნობიერეთ რას გიყვები. არის ასევე ნიჭი, რომლის მიხედვითაც ადამიანი ეთერული სხეულით, ესე ვთქვათ, მოდი მარტივად ვიტყვი, სულით გადის ჩვენს დედამიწაზე, ოთახებში გადის იქეთ-აქეთ, აფრინავს და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. სხვათა შორის მაგ დროს ძაღლები ხედავენ, ცხოველები ხედავენ სულს. მაგრამ ადამიანები არიან, რომლებიც ეთერული სხეულით, ანუ სულით, როცა ჩვენს მატერიაში დადიან, შეიძლება შენ სახში შემოვიდეს, ან გაფრინდეს სადღაც იფრინოს ქალაქში. არიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკურ ნივთებს ამოძრავებენ, გადაადგილებენ. გესმით, ორი ესეთი ვიცი უკვე. ერთნაირი ისტორიით მოვიდა. ერთი ისე გადიოდა ეთერულ განზომილებაში, რომ დაქალს ხამის 3 საათზე უკაკუნებდა გამჭირვალე მისი დაქალის გამოსახულება და ამ გოგოს ეძინა თავის სახლში და რომ აკაკუნებდა, ვინო შეეშინდა ამ დაქალს, რადგან ახირვად გამჭირვალე თავისი დაქალი დაინახა და შეეშინდა და რომ დაუყვირა, ეს გაიქცა. ეს გოგო რომ გაიქცა, ეთერული სხეულით იყო, ვერაცნობიერებდა, რას აკეთებდა. ეს დაქალი ურეკავს, შენ იყავი აქო და ესე უუბნება, ხო არ ვიციო, რაღაც მესიზმრებოდაო და ვერ აკონტროლებს ჯერ თავის ნიჭს. და მარტო ამ დაქალმა კი არ ნახა, ნათესავებმა დაიწყეს ამ გოგოს დანახვა ესეთ ფორმაში, სწრაფად გადაადგილდებოდა თან, ნახევრად გამჭირვალე. მეორეს გარკვეული ნიჭები აქვს და ჩაბარებული აქვს გარკვეული ღვთიური არტეფაქტები. მეორესაც იგივე ქონდა, თავის სახლში ამოძრავდა და ასე შემდეგ, ტელეფონი ედო კომოდზე და ტელეფონს მოკიდა ხელი, ეგონა რომ ეღვიძა და რაღაც მომენტში რომ გააცნობიერა რომ ეთერული სხეულით იყო ნახევრად გამჭირვალე, ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და რომ გაიღვიძა ტელეფონი კომოდთან კი არ იყო, უკვე იქ ეგდო, სადაც ხელში ეჭირა, ანუ ეთერული სხეულით გააკეთა ეს და ნახეთ, ეხლა ეს ნიჭი რისთვის
შეიძლება გამოდგეს ალბათ, ხო? ეს ძალიან ისეთი ნიჭია, ხალხო, ამ ადამიანებს შეუძლიათ ეხლა სადღაც შევიდნენ პენტაგონის საიდუმლო არქივები ნახონ და ესეც გამოადგება ადამიანს ბოლო ჟამის დროს, რომ შეათვალიეროს სად რა ხდება, საფრთხე სად არის, იქ რა სიტუაცია, დრონი ხომ არ ეყოლება, რომ დაზვერვოს რაღაცეები და მოკლედ ძალიან ბევრი ნიჭები იღვიძებს და მოემზადეთ. შეიმეცნეთ, გაძლიერდით, დაგჭირდებათ, ნუ გეშინიათ, თქვენი ნიჭია. კურნების ნიჭზე აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ. არიან ადამიანები, რომლებიც გეტყვის, რომ ჯანმრთელად იყავი და განიკურნები. არიან ადამიანები, რომლებიც შეგეხება და განიკურნები. არიან ადამიანები, რომლებიც შეგეხება და ხედავს შენს რაღაც ისეთ საიდუმლოებებს, რომელიც არავინ არ იცის. არიან ადამიანები, რომლებიც შენს ნიჭს აძლიერებენ. შენს გვერდით რომ არის ესეთი ადამიანი, შენი ნიჭები, წარმატება, ბიზნესი იქნება თუ სხვა დანარჩენი მაღალ დონეზე ადის. ასეთ ადამიანებზე შავი მაგები ნადირობენ ყოველთვის. მოკლედ ყველა თქვენს ამ ნიჭებზე ეს შავი მაგები ნადირობენ და გართმევენ. ამაშია საქმე. ზოგს 2 ნიჭი აქვს ერთად, ზოგს 3, ზოგს 4, ზოგს 5, ზოგს 1 გაღვიძებული. მოკლედ ეს ნიჭები თქვენში არის ბევრი, მოქცეული. მთავარი დამავიწყდა ხმით კურნების ნიჭი. არიან ადამიანები, რომლის ხმა გკურნავს პირდაპირ, რადგან ხმა პირდაპირ კავშირშია იმ ადამიანის შინაგან ენერგიულ მდგომარეობაზე. ეხლა ამას წინათ მისაუბრებოდა ჩემი მეგობარი და მეუბნებოდა, რომ კარგიო მოძღვარი არ არისო თქვათო სუფთავო, მაგრამ კარგს რომ გეუბნებაო, ხომ აქვს ამას მნიშვნელობა რომ გაითვალისწინო? არა, მეგობრებო. მოძღვარი თუ სულიერი მოღვაწე, ვინც არ უნდა იყოს, დაიმახსოვრეთ. შიგნით ფუნდამენტში თუ არ არის ღმერთის მდგომარეობა, ძალა, მისი თითეული სიტყვა შენთვის არის შხამი. რადგან იმ ხმის ტემბრშია მკურნალობა ან შხამი. რაც არ უნდა ლამაზი სიტყვა გითხრას, რაც არ უნდა სიმართლე გითხრას. თუ შიგნით შხამია, რაც შიგნია, ის მოქმედებს შენზე პირველ წყაროდ. დაიმახსოვრეთ ეს. ამიტომ ფუნდამენტური მეორე ნიჭი არის ხმით კურნების ნიჭი. ასეთი ადამიანის ხმა გადუნებს, გამშვიდებს, ძილი გეწყება ასეთი ადამიანის ხმაზე, გეძინება, გამშვიდებს. მოკლედ კარგად გრძნობ ესეთი ადამიანის ხმაზე. კამფეტი ვიდგესმის ყურში, როგორც ბავშვობაში ტკბილი კამფეტი ჩაატკბარუნო. და დაიმახსოვრეთ, ყველა თქვენგანს აქვს განურჩევლად, ყველა თქვენგანს აქვს ეს ნიჭი. უბრალოდ ზოგში გაღვიძებულია, ზოგში ძინავს და ზოგი საერთოდ არაფერზე არ ფიქრობს, გარდა ფულისა და ფიზიკური სხეულისა. ამიტომ მასში ამ ნიჭს ძინავს. მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ, ნუ გეშინია, შენი ნიჭია ღვთისა ბოძებული ძისგან. ამიტომ იმუშავეთ საკუთარ თავზე, თორემ საკუთარი ნიჭებივე მოგიღებთ ბოლოს, რადგან ეს ნიჭი უბრალოდ ნიჭი კი არ არის, ეს არის ძალით მოსილი მექანიზმები, რომელიც შეიძლება არასწორად გამოიყენო და დაზიანდე. ამიტომ ამით თამაში, დაქალის გართობა, დაქალზე წინასწარ მეტყველება, გამიგეშეყარებული რას ფიქრობს და ესეთი რაღაცა იაფასიანი ტრიუკების კეთება არ შეიძლება. ეს არის ღვთისნიერი და ამ ნიჭებს უნდა მოექცე ღირსეულად, პატივისცემით, როგორც უფალს ისე უნდა მოექცე ამ ნიჭებს, რადგან ეს ნიჭები არის ძალით მოსილი და ეს არ არის სათამაშო. შეიმეცნე და ყველაფერი კარგად იქნება და გახსოვდეს ყოველთვის. ნუ გეშინია შენი ნიჭია.